გორის რაიონის სოფელ ქორდის მაცხოვრებლები სოფელში საბავშვო ბაღისა და ამბულატორიის აშენებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით მათ განსაკუთრებით ეს ორი დაწესებულება ესაჭიროებათ. საბავშვო ბაღი იმიტომ რომ სოფელში 10-ობით სკოლამდელი ასაკის ბავშვია, რაც შეეხება ამბულატორიას მოსახლეობა ამბობს რომ თუ სოფელში ვინმეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, ხშირად მეზობელ სოფელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მიჰყავთ, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ხალხი სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის სწორად გადანაწილებას და ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. საბავშვო ბაღი არა გვაქვს, ამბულატორია, უბრალოდ ექიმის ის რო დაგჭირდეს თანადგომა და ღმერთმა ყველა დაიფაროს, ან ტრამვა მიიღოს, ვინმე რამე უნდა გადავიყვანოთ მეზობელ სოფელში. ხომ შეიძლება იყოს, გამოიყოს ერთი ოთახი, გქონდეს საბავშვო ბაღი, გქონდეს ამბულატორია. ყავს პატარა ბავშვები და არ გვაქვს საბავშვო ბაღი, არც სამედიცინო დაწესებულება მეზობელ სოფელში გადაგვყავს აცრაზე და ექიმის მომსახურებაზეც და გვესაჭიროება. ჩვენთან ბავშვობა ჩამკვდარია მართლა რასაც ქვია და ნამდვილად გვესაჭიროება საბავშვო ბაღი, რომ მივიყვანოთ ჩვენი ბავშვები და რაღაცა გაიგო, რაღაცა ისწავლონ და რაღაცა მარტო სროლა ხო არ არის, ეს როლის ხმის მეტი არაფერი არ ესმის ჩვენ ბავშვებს.